საშემოსავლო გადასახადის 2% ბიუჯეტის ნაცვლად სადაზღვევო კომპანიებში ან დაგროვებით სისტემებში გადაირიცხოს. ინიციატივა ქრისტიან დემოკრატებს ეკუთვნის. ქრისტიან დემოკრატების ლიდერებმა ცვლილებების შინაარსი პარტიის ოფისში შეკრებილ მოსახლეობას გააცნეს. When იმის მაგივრად რომ 1500 ლარიდან 100 ლარი გაუშვა დაზღვევაზე 100 ლარს კი არ გაუშვა. გაუშვათ 60 ლარს და 40 ლარი. ვახტანგიშვილების ოჯახის ყველა წევრი რამდენიმე თვეში ახალი სადაზღვევო პაკეტით ისარგებლებს. მათ საოჯახო დაზღვევის შეძენა შეღავათიან ფასად შეეძლებათ. ახალი კანონპროექტის მიხედვით საშემოსავლო გადასახადიდან 2% ბიუჯეტის ნაცვლად სადაზღვევო კომპანიებში ან დაგროვებით სისტემებში გადაირიცხება. ცვლილებები დღეს საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ვახტანგიშვილების ოჯახს პირადად გააცნეს. ქრისტიან დემოკრატების შეთავაზებაა რომ აირჩიოს დაუშვათ დაზღვევა და ეს 40 ლარი ყოველთვიურად გაუშვას დაზღვევაში და მისი ოჯახის წევრებისთვის ან უკეთესი პაკეტი აიღოს მაგალითად უკვე დაზღვეული ყავს ან თუ არ აქვს დაზღვეული საოჯახო დაზღვევით დააზღვეს. საოჯახო პაკეტი დაახლოებით 100 ლარის ფარგლებში არის და თითქმის ნახევარი არის ასე ვთქვათ 40-50 ლარის ოდენობით არის ის თანხა რაც საშემოსავლო გადასახადში უნდა მიმართულიყო და მიემართება სადაზღვევო პრემიის სახით და ეს ძალიან კარგი არის ჩვენთვის. ქრისტიან დემოკრატების ინიციატივა საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას დაამტკიცა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებმა ცვლილებების შინაარსი დღეს მოსახლეობას პარტიის ოფისში გააცნეს. ქრისტიან დემოკრატების განცხადებით კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ ქვეყანაში გაცილებით მეტ ადამიანს ექნება დაზღვევის შესაძლებლობა. საშუალო შემოსავლების მქონე დასაქმებული პირები კი სურვილის შემთხვევაში უკეთესი სადაზღვევო პაკეტით ისარგებლებენ. საშემოსავლო გადასახადის გადამხდარი ნებისმიერი ადამიანი, ყველა დასაქმებული მნიშვნელობა არ აქვს საჯარო სექტორში, თუ კერძო სექტორში, რომელიც იღებს ხელფასს და 20%-ს უხდის სახელმწიფო საშემოსავლო გადასახადის სახით. 2% მას უთავისუფლდება იმისათვის, რომ გადაამისამართოს ან დაგროვებით ფონდებში, რომლის შედეგსაც 10 წელი უნდა ელოდოს, ან შეიძინოს სადაზღვევო პაკეტი. ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის წევრების განცხადებით აღნიშნული ცვლილება მოქალაქეებს დამატებითი ხარჯებისგან გაათავისუფლებს. სადაზღვევო კომპანიებს კი მომსახურების გაფართოების საშუალებას მისცემს. ეს 2% საშემოსავლო გადასახადიდან გამოთავისუფლებული აძლევს ადამიანებს იმის საშუალებას, რომ თავად გადაიხადონ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისისთვის საჭირო თანხა. რეალურად ეს არის ის თანხა, რომელიც დაიზოგება და არახელისუფლება საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავს მას სახელმწიფო ბიუჯეტის მეშვეობით, არამედ ადამიანი თავად გადაწყვეტს, რომ საკუთარი გადასახადიდან ეს თანხა წავიდეს სწორედ მისი ჯანმრთელობის დაზღვევაზე. ახალი კანონი ძალაში 2013 წლის 1 იანვრიდან შევა.